როგორ გაგრძელდება საქართველოს გერმანიასთან ურთიერთობა? ელჩის პიტერ ფიშერის კონსულტაციებისთვის გაწვევის საკითხს ოპოზიციის ნაწილი ნეგატიურს უწოდებს და აცხადებს, რომ ქართული ოცნება რუსულ ორბიტაზეა გადასული და მათი მიზანი საქართველოს იზოლაციაში მოქცევა. მართლ გუნდში კი მედოვნებენ, რომ საქართველოს-გერმანიას შორის შენარჩუნდება მრავალწლოვანი ურთიერთობა, თუმცა მიუთითებენ, რომ ფიშერი არ ღვევდა ვენის კონვენციას და ერეოდა ქვეყნის შიდა საქმეებში. გერმანიამ საქართველოსთან ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია, რომ გადაწყდეს, რა სახით გაგრძელდება მუშაობა. მანამდე 24 სექტემბერს პიტერ ფიშერი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, მომდევნო დღეს კი გერმანელი დიპლომატი უკვე კანცელარიაში მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან სასაუბროდ იმყოფებოდა. გერმანიის ელჩზე ეს მიზანმიმართული თავდასხმა და აგრესია, რასაც ახორციელებს ქართული ოცნება უკვე დიდი ხანია, აღრმავებს ამ ქვეყნის საქართველოს თვითიზოლაციას და საქართველოს აკარგინებს საერთაშორისო პარტნიორებს და ტოვებს მტრის რუსეთის ამარა. თავდასხმის ობიექტი ყოფილა ევროკავშირის ელჩიც და ზოგადად ყველა ევროპული ქვეყნის ელჩი ამ ქვეყანაში ნათლად მიუთითებს იმ გზას, რომელიც 13 წლის განმავლობაში არჩეული აქვს ქართულ ოცნებას. ეს არის საქართველოს იზოლაცია, ეს არის საქართველოს ევროპული კურსის ისე დაზიანება, რომ მას პერსპექტივა არ ჰქონდეს. განსაკუთრებულად დაამძიმეს როგორც ავტორიტარიზმი, ასევე დაამძიმეს ანტიევროპული კამპანია და ახლა ყველაფერი ის, რასაც დღეს ოცნება აკეთებს ჩვენი ევროპელი პარტნიორების წინააღმდეგ, განსაკუთრებით ამ შემთხვევაში გერმანიის ელჩის წინააღმდეგ და მე მგონი ეს არავისთვის ახალი არ არის, რომ ელჩის წინააღმდეგ თავდასხმა ეს ამ სახელმწიფოს წინააღმდეგ თავდასხმას ნიშნავს, ეს მხოლოდ და მხოლოდ შეიძლება შეფასდეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მძიმე დამაზიანებელ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებად. პირველი ამ ელჩის დესტრუქციული ჩართულობა და რადიკალიზაციის წახალისება საქართველოში, მეორე თავად ბუნდესტაგში გაჩნდა არაერთი კითხვები და ეს ვახსენეთ, თავად გერმანელი პარლამენტის წევრები ცდილობენ გაერკვნენ საერთო ამ სიტუაციაში და რა ხდება და კითხვის ნიშნები არსებობს. ესე მოწმენდიცაზე გასაგებია, რომ ასეთი კითხვები არ გაჩნდებოდა და მესამე ის, რომ თავად გერმანიის საელჩოს და კონკრეტულად ელჩის ალბათ შესწავლის საგანი იყო თავად შიგნით გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან. არა, დამატებით მე ვერ გეტყვით, ალბათ თვითონ ან საელჩომ ან ელჩმა უნდა გააკეთოს ეს განცხადება. გასაგებია, სპეკულაციების საგანი შეიძლება გახდეს, მაგრამ როდესაც მის გაწევას უსწრებს კონკრეტული ფაქტები, წინ ბუნებრივად ჩდება კითხვა, რომ ეს იყო არა უბრალოდ ალბათ არა რაღაც პროტესტის ნიშნად გაწევა, არამედ ამ ადამიანისთვის სახე შენარჩუნება და ამ ფორმით მისი განრიდება აი ამ შიდა ქართული პოლიტიკური სივრცისგან. როგორც ჩანს, გერმანიის ხელისუფლებაში დაფიქრდნენ იმაზე, რომ მოქმედი ელჩი სამწუხაროდ ნაცვლად იმისა, რომ ასრულებდეს ხიდის როლს მთავრობებს შორის, მან აირჩია კედლის როლი ჩვენს ქვეყნებსა და მთავრობებს შორის, რაც სამწუხარო არის. ხედავდით მისის მხრიდან თავდასხმებს საქართველოს ხელისუფლებაზე, ხედავდით მისი მხრიდან მხარდაჭერას რადიკალური ჯგუფების მიმართ, რაც სამწუხარო იყო. მე სხვა დროსაც ვთქვი, 30 წლიანი განსაკუთრებული პარტნიორობა სამწუხაროდ გერმანიის ელჩის ხელში დავიდა ძალიან დაბალ ნიშნულზე. ამიტომ ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს არის გადატვირთვის სიგნალი. რა თქმა უნდა, მზად ვართ ჩვენ, რომ ჩვენი ურთიერთობები გერმანიასთან დაბრუნდეს იქ, სადაც ის იმსახურებს, რომ იყოს.